მეცნიერთა კონგრესის დროში ვართ. დღეს ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტის წარმოდგენა ხდება, თუმცა თავშივე მინდა ვთქვა, რომ ალბათ სამშაბათს ბატონი ჯუმბერ კოპალიანი შემოგვიერთება, როგორც ქართული ერთობის დარბაზი, იქნება მეცნიერთა კონგრესიც, იქნება საცივილიზებული სახელმწიფოსკენ ფონდი, მისი ხელმძღვანელი ბატონი ვახში ჟვანია და საკმაო აუდიტორიას, დიდი საშუალება ჩვენ არ გვაქვს აქ ამ ადგილზე, ალბათ უფრო სრულყოფილად წარმოვადგენთ, მაგრამ დღეს ამას ვაკეთებთ, იმიტომ რომ ყველა ვისაც სურვილი ექნება, რომ სამშაბათს 3 საათიდან 6 საათამდე მონაწილეობა მიიღოს აი ამ განხილვაში დასვას კითხვები შემოგვიერთეს, თავისუფალ ტრიბუნაც იქნება და ექნება ნებისმიერ პიროვნებას, თუნდაც ქუჩიდან რომ მოვიდეს საშუალება, დაგვისვა შეკითხვა, ამიტომ ვაკეთებთ დღეს აი ამ პირველ განაცხადს და ამის შემდგომ ეს დაპირებული ვიყავით კიდეც და დაპირებული ვიყავით იმის გათვალისწინებით, რომ ჩვენ ვამბობდით, როგორც კი შედგება აი ამ უნიკალური პროგრამული წიგნის საქართველოს ინტეგრალური რესურსები წარმოდგენა. ანუ როგორც მეცნიერთა კონგრესი ამბობდა თავიდან, რომ 3 რამ არის საჭირო. პირველი, ჩვენ ვიცოდეთ ინვენტარიზაცია, ანუ ვიცოდეთ რა შესაძლებლობები გააჩნია ქვეყანას. მეორე, კონდეს რეალური ანალიზი ქვეყანაში არსებული მდგომარეობის და მესამე, კონდეს პროგრამა ამ მდგომარეობის ქვეყანაში როგორ მოვიყვანოთ ეს უნიკალური ჩვენი შესაძლებლობები მოქმედებაში. ამ წიგნს ამიტომ ქვია საქართველოს ინტეგრალური რესურსები, საქართველოს სიმდიდრეები. გუშინ წინ შედგა ეს შეხვედრა თბილისი მერიოდში, ეს მართლაც განსაკუთრებული და დიდი მადლობა თბილისი მერიოდს ამ მხარდაჭერისთვის, დიდი მადლობა ყველას, ვინც მოგვეხმარა ჩვენ ამ საკითხთან დაკავშირებით და ამას ყველაფერს ალბათ სამშაბათს, ოთხშაბათს, ხუთშაბათს იქნება, ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს იქნება გადაცემები და ნახავთ ყველაფერს, ეს სერიოზული საუბარი შედგა, მაგრამ ამ შემთხვევაში ლაპარაკი არის იმაზე, რომ ჩვენ დღეს წარმოვადგენთ ერთ ელემენტს აი ამ პროგრამისა, რასაც იმედის პროგრამა ქვია. იმედის პროგრამაში შედის სისტემური ცვლილებების 21 პუნქტიც, ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინაც, სახელმწიფო კაცების საკრებულოც, ეროვნული თანხმობის პარლამენტიც, ესე იგი პროგრამაც ხალხი ქირაობს ხელისუფლებას და თავისუფალი მართალი ტელევიზია, ანუ 7 რამ არის ამის თაობაზე, კიდევ ვითქვით ჩვენ დღეს და შემდგომში, რომ ეს 7 რამეს აერთიანებს ის, რასაც ქვია იმედის პროგრამა პირველ ეტაპზე, რისი განხილვაც უნდა შედგეს. 3 ეტაპია მოცემული, ჩვენ ამას ყველაფერს ნელ-ნელა გეტყვით, მაგრამ დღეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მოისმინოთ ზოგიერთი რამ, რომელიც აი ამ გაზეთში თავის დროზე ეს გაზეთი გამოვიდა დაახლოებით 10 წლის წინ, სადაც ჩამოყალიბებულია ეს 21 პუნქტი, ჩვენ გაშიფრული ქონდა ყველაფერი, დარიგდა ეს ძალიან დიდი რაოდენობით, 100,000 ცალი ტირაჟით გამოვიდა ეს გაზეთი, დარიგდა, ვისაც საშუალება აქვს და შეუძლია გაიხსენოს. ზოგიერთი ცვლილებები მოხდა შემდგომში, შემოგთავაზეს გარკვეული წინააღმდეგობები, მაგრამ თავარი არის ერთი, რომ რეალურად ჩვენ დღეს სრულყოფილად გვაქვს, ანუ მეცნიერთა კონგრესი წავიდა სწორი გზით. არავითარი მხოლოდ არჩევნები. აქ ლაპარაკი იყო იმაზე, რომ დავდოთ პროგრამა, რომლითაც ხდება ცვლილება ქვეყნის. არა ის, რომ თქვა რაღაც ერთი პუნქტი, მეორე ზოგი პენსიაზე ლაპარაკობს, ზოგი ხელფასზე ლაპარაკობს, არა. ერთი მთლიანი სისტემა, სისტემური ცვლილებები, რომელსაც ამბობდა მეცნიერთა კონგრესი. ამ მიზნით შეიქმნა თავის დროზე დემოკრატიის ცენტრი, რომელიც გადაიზარდა წინ საქართველოში საზოგადოებრივ მოძრაობაში, შემდგომ მივიღეთ თავისუფალი აზრის სახლი, მივიღეთ სასამართლო ხალხი ასამართლებს ხელისუფლებას, მივიღეთ მეცნიერთა კონგრესის ჩანასახები, უკვე მეცნიერთა კონგრესი გაძლიერდა, ამას პარალელურად გაყვა მოყვებოდა ქართული ერთობის დარბაზი და ფონდი გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ. აი ეს წიგნი არის ძალიან დიდი ხნის წინ გამოცემული, დაახლოებით 10 წლის გზა ცივილიზებული სახელმწიფოსკენ, ახალი განზომილება რა შეცვალოთ რომ გადავრჩეთ, ეს უნიკალური დოკუმენტებია, რომელიც შექმნილია და ჩვენ დღეს რეალურად
სახელმწიფოებრივად ვართ ჩამოყალიბებული. ჩვენ ფიქრობდით მომავალზე და არა ერთ დღეზე. ჩვენ ფიქრობდით არა არჩევნებზე, არამედ ფიქრობდით იმაზე, რომ ძალიან სერიოზულად ყოფილიყავით მზად ყველაფრისთვის. თუმცა ყველა გვაფრთხილებდა იმას, რომ არ არის საჭირო ეს არჩევნებისთვის და რა გიცით, რასაც გვეუბნებოდნენ, არჩევნებისთვის საჭიროა მოიგონო კარგი ტყუილი და არწმუნო ამ ტყუილში ყველა და მე მიხვიდია ხელისუფლებაში და ეს 4 წელი იქნება და რაც გინდა აკეთე. ჩვენ სხვა გზით წავედით. ჩვენ გამოკვეთილად თქვით 3 რამ თავში. პირველი, პოლიტიკოსი ფიქრობს ეს საუკუნეებიდან მოდის ეს სიბზნე. პოლიტიკოსი ფიქრობს არჩევნებზე, მეცნიერი ფიქრობს მომავალზე. ჩვენ ფიქრობდით მომავალზე. მეორე იყო, რომ ხალხის ენაზე მოლაპარაკე პოლიტიკოსი არის უბედურება ქვეყნისთვის. ჰომერ ძველ იმაში ძველ ესე იგი ჩვენ წელთაღრიცხვამდე იყო ბრბოს ენაზე, მაგრამ ჩვენ შევცვალეთ ეს და ვთქვით, რომ ხალხის ენაზე მოლაპარაკე პოლიტიკოსი. ამიტომ ჩვენ ვთქვით, რომ ვილაპარაკოთ არა ხალხის ენაზე, არამედ ვილაპარაკოთ მეცნიერების, ინტელექტის, მსოფლიოში არსებული მდგომარეობის ენაზე და ხალხი წამოიყვანოთ ჩვენსკენ, აი ამისკენ, რასაც ქვია ცივილიზაციის სიკეთეები. ეს იყო უმნიშვნელოვანესი მეორე რამ, რომელმაც რთული გზა იყო ეს მეცნიერთა კონგრესის და მესამე იყო ის, რომ ესე იგი პოლიტიკოსი დაკავშირებულია ტყუილთან და ასოცირებულია ტყუილთან, მეცნიერი ასოცირებულია სიზუსტესთან და სიმართლესთან. ჩვენ ავირჩიეთ უარი ვთქვით იმაზე, რაც არის ტყუილთან დაკავშირებული და წავედით სიზუსტის და სიმართლის გზით. მართალი გითხრათ, ეს ყველაფერი ძნელი იყო, რთული იყო, დღესაც კი უჭირს ადამიანებს ამის დაჯერება, მაგრამ ვიმეორებ, ეს რაც მე მიმოვიხილე, ეს არის 2003 წლამდეც, მაგრამ 2004 წლის შემდგომ 20 წლის მუშაობის შედეგი მეცნიერთა სერიოზული გუნდები, ჯგუფების და რომელმაც მიგვიყვანა ჩვენ აი ამ სერიოზულ რამებზე. მე ვერ გეტყვით და ღმერთმა ქნას, რომ ვინმე გამოვიდეს კიდე და გვითხრას, რომ აი შეხედეთ, ჩვენ აი ასეთ გზა გავიარეთ და დავდეთ ეს პროგრამები. ეს იქნება ბედნიერება. ჩვენ ფიქრობდით არა იმაზე, რომ ჩვენ მიგვიღო რაღაც თანამდებობები და რაღაც სიკეთეები. ჩვენ ფიქრობდით იმაზე, რომ ქვეყანაში წასულიყო საქმე კარგად. მეცნიერთა კონგრესმა შეკრა უკვე ყველაფერი, შეკრა. ჩვენ გვაქვს ქვეყნის პოტენციალის ანალიზი, უნიკალურია ეს, აი ეს წიგნი. დამადლობა ბატონ კოჩა ძასოხოვს, რომელიც თავიდანვე იდგა მეცნიერებთან ერთად აი ამ ბოლო დროს ამ წიგნის გამოცემაში, როგორც იტყვიან, ლომის წვლილი მისია. დიდი მადლობა ავტორებს, მეცნიერებს, რომლებმაც ეს გააკეთეს. ძალიან კარგი იყო ის კონგრესი, რომელიც შედგა და თქვენ ნახავთ ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს ტელევიზიით აი კონგრესს სულ ჩანაწერს პირდაპირ. ჩვენ ახლა პირდაპირი გადაცემა რო გაგვეკეთებინა იქიდან, ამის ტექნიკური საშუალებები არ გვაქვს. და აი ამიტომ ნახავთ თქვენ მეცნიერთა კონგრესის დროში ორშაბათს, სამშაბათს და ოთხშაბათს სრულად კონგრესს, რომელიც შედგა ესე იგი თბილისის მერიოდში. აი ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ხაზგასმა გავაკეთო, რომ ძალიან სერიოზული რამეები, ანუ პროგრამა გვაქვს, პოტენციალი ვიცით, გვაქვს პროგრამა, როგორ გამოვიყვანოთ ქვეყანა ამ მდგომარეობიდან და ვიცით ქვეყნის ანალიზი დღეს რა მდგომარეობაშია ქვეყანა. ბევრ რამეს აქაც მოისმენთ. აი ეს 3 რამ ვიცოდეთ რა მდგომარეობაში ვართ, ვიცოდეთ რა პოტენციალი გვაქვს და გქონდეს პროგრამა ამ მდგომარეობის ქვეყანაში მოიყვანოთ ეს პოტენციალი მოქმედებაში. თქვენ ხშირად ვამბობთ, რომ არც ერთ ხელისუფლებას დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ ქვეყნის პოტენციალის 7-8%-ზე მეტი მოქმედებაში არ მოუყვანია. მეცნიერთა კონგრესის პროგრამით ერთ საარჩევნო პერიოდში კი არა, 2 წლის თავზე რომ ვამბობთ, რომ დობის რეფერენდუმი ჩატარდეს, 2 წლის თავზე 60-70% უნდა იყოს მოქმედებაში მოყვანილი და მოსახლეობის 95%-ზე მეტი მოტივირებული უნდა იყოს. ამისთვის არის რამდენიმე პროგრამა მოცემული და ამ პროგრამების განხილვის თაობაზე ჩვენ კიდე ვიტყვით თავშივე. ეხლა ჩვენ აქ რომ წარმოვადგინეთ, აი ნახეთ, იმედის პროგრამა მიზანია სამშობლო და ადამიანი. სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით, ხას უსვამთ, სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით საშუალება ამ მიზნის მისაღწევად. არავინ არ უნდა ვთქვათ, რომ ვართ პირველები, არც მეცნიერთა კონგრესმა, არც ხელისუფლებამ, არც რომელიმე ჯგუფმა, აქ მთავარია ხალხი. და აი ამიტომ ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ჩვენ წავედით რა გზით, ისევ
მივდივართ ამ იმაზე, რომ თავისუფლება სიმართლეშია, ჩვენ გჭირდება თავისუფალ ადამიანთა საზოგადოება. ჩვენ გჭირდება არა მშვიდობა უბრალოდ, არამედ თავისუფალ ადამიანთა საზოგადოება. ჩვენ გჭირდება ეს პროგრამები რას მოიცავს? ჩვენ გჭირდება სოციალური პასუხისმგებლობის საზოგადოება და ყოველი ადამიანი, აი რაც შეიძლება უნდა იყოს ამ განწყობით ყავდეს. ჩვენ გჭირდება ამ პროგრამისთვის პოლიტიკური პასუხისმგებლობის მქონე პოლიტიკოსები, პარტიები, ხელისუფლებები. აი ამიტომ თუ ეს ყველაფერი შედგება მეცნიერთა კონგრესის პოზიცია არის ამავე დროს რომ ქვეყნის პოტენციალი სრულად ამოქმედება, ქვეყნის საერთაშორისო მისიის შესრულება შეუძლია მხოლოდ ერთს, ეროვნული თანხმობის ხელისუფლებას, რომლის რეალიზება ეროვნული თანხმობის პარლამენტის შექმნით უნდა დაიწყოს. აი როგორ ლაკონურად, კონკრეტულად და როგორი ყველაფრის უკან დგას უნიკალური პროგრამები ბატონებო. შემდგომ ჩვენ აქვე ვამბობთ რომ საქართველოს უდიდესი ახლა კი პროგრამები კარგია, მაგრამ აქვე ვადასტურებთ საქართველოს უდიდესი პოტენციალის ადამიანები ხავს, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ, ამ ხალხს უნდა ვიცნობდეთ, ეს ქვეყნის ოქროს ფონდია და ასეთი გაბედული ადამიანებით უნდა შეიქმნას დიდი ქართული ერთობა. თქვენ ყველას გახსოვთ ეს ძალიან დიდი რაოდენობით დარიგდა, გითხარით ვის გარეშე ვერ წარმოგიდგენიათ ხელისუფლება, ჩვენ ძალიან დიდი უკვე როგორც იტყვიან აი პიროვნებათა კაცების ბანკია შექმნილი, რომელთა ესე იგი ალბათ სექტემბრის დასაწყისში უკვე ჩვენ გვეყოლება საზოგადოებრივი პარლამენტი, რომელ პარლამენტში საზოგადოების ყველა ფენას თავის წარმომადგენელი ეყოლება. აი ამ დღეებში ვიღაცა მოგწერა რომ ყველაზე რო ლაპარაკობთო და ბატონი ტურაშვილი რატო არ არის, როგორ არა არის? ანუ ნახეთ თქვენ როგორ ინტერესდებიან უკვე ყველა თაობის წარმომადგენელი, ყველა სოციალური ჯგუფის, საზოგადოების ყველა ჯგუფის წარმომადგენელი არ არის კიდე გვიან, ვისაც გაქვთ სურვილი მობრძანდით ცოტნე დადიანის 26-ში წაიღეთ ეს, მოგვეცით თქვენ წინააღმდეგები, ვინ არის ის ხალხი, რომლის გარეშეც ვერ წარმოგიდგენიათ საქართველოს ხელისუფლება, რომ ჩვენ სექტემბრის დასაწყისში მართლაც ყავდეს ნამდვილი პარლამენტი, ხელოვნური კი არა, ერთპარტიული კი არა, ერთი კაცის განწყობით შექმნილი კი არა, ხალხის მიერ დასახელებული კანდიდატურებით და მართლაც რომ საზოგადოების ყველა ჯგუფს თავის წარმომადგენელი ეყოლება. აი ნახეთ, ამისთვის არის ეს პუნქტი ჩამოყალიბებული აქ, უბრალოდ ჩვენ პროგრამას კი არ ვლაპარაკობ და ამის უკან არის ესე იგი ერთი წელია უკვე ჩვენ ამ ადამიანების ამ გუნდს და უამრავმა ტელევიზიით გამოხატა თავის დამოკიდებულება ვის მიიჩნევს. ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა შექმნილი ორჯერ გელათში განხილული, ეს არის უნიკალური დოკუმენტი. ჩვენ უკვე ორი დოკუმენტი აქედან წარმოგიდგინეთ. რას ნიშნავს აი ამ შვიდეულიდან ორი მესამეს ვადგენთ დღეს, ორი უკვე წარმოდგენილია, ანუ ეროვნული თანხმობის პარლამენტის კონცეფცია, მეორე ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა და დღეს ვადგენთ სისტემური ცვლილებების 21 პუნქტს, ესე იგი სათაურია მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩათვლით საშუალება ამ ბიზნესის მისაღწევად. ჩვენ კიდევ გვაქვს წინ როგორც გითხარით მესამეა დღეს, მაგრამ ამ შვიდეულს ჩამოვაყალიბებთ, ამ შვიდეულ პროგრამას Facebook-ზე, გვერდებზე დაიდება იმედის პროგრამა მეცნიერთა კონგრესის 7-ვე და იმ 60-70 ლოკალური პროგრამით, რომელთაც შეუძლია მოსახლეობის 95% მოიყვანოს მოქმედებაში. ჩვენ ვხედავთ ისე ვატყუებენ პოლიტიკოსები და ცალკეული პიროვნებები, ისე ვატყუებენ იმით რომ ფული მოიპოვონ. ჩვენ რეალურად წავედით იმ გზით რომ ქვეყნისთვის საჭირო ქვეყნის სიმდიდრე ფულიანი, უბრალოდ ფულიანი კი არ არის და ის კაცი კი არ არის, რომელსაც ფულით მოიპოვა ავტორიტეტი. ქვეყნისთვის საჭიროა ინტელექტუალი, რომელიც თავისი ინტელექტით იპოვებს ავტორიტეტს და იპოვებს ფულს. აი ჩვენ სხვა გზაზე ვართ. ისინი სხვა გზაზე არიან. ძალიან ბევრი აფინანსებს ვიღაცების მოგზაურობას, დადიან თელს იმაში, რა ქვია, აი შიშველი ხელებით კეთდება ყველაფერი მეცნიერთა კონგრესში. ჩვენ თვითონ ყველანი საწევროს ვიღებთ, ვაკეთებთ, გვერდება ძალიან ბევრი საინტერესო ადამიანი. ეს პროგრამები რო დაიდება კიდევ უფრო გავერთიანდებით, იმიტომ რომ არ არსებობს გუნდი, რომელმაც 20 წლის განმავლობაში აი ესე გულიანად ხელებ დაკაპიცებულად და შიშველი ხელებით იმუშავა და შექმნა ის, რომლის გარეშეც
განვითარება შეუძლებელია. ისე არა რომ თქვა ორ გვერდზე, სამ გვერდზე და თუნდაც 10 გვერდზე რაღაც პროგრამები ჩამოაყალიბეს და რაღაცა თქვენ ნახავთ აი ამ პროგრამებში ნახეთ რა არის და კიდე უფრო მეც დააკვირდებით. ეროვნულ სახელმწიფოებრივი დოქტრინა ეს არის უმნიშვნელოვანესი დოკუმენტი. ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ დღეს, იმიტომ რომ ბევრმა შეიძლება თქვას 61 პუნქტში რატო არ შედის ის, რაც შედის ეროვნულ სახელმწიფოებრივ დოქტრინაში, არ შედის ამ 21 პუნქტში. ამიტომ ყველაფერი ძალიან კარგადაა აქვს ჩამოყალიბებული მეცნიერებს. თუ ჩვენ ესენი ყველაფერი თუ არ გავითვალისწინეთ, მაშინ ჩვენ ვამბობთ რომ მიწაზე ხალხის გარეშე მოვლენ ხალხები მიწის გარეშე. 17 წლის წინ ითქვა პირველად რომ საზღვარს უნდა გაფრთხილება. თქვა ეს მეცნიერთა კონგრესმა. დღეს ყველა ყვირის და ესე იგი ჰამურაპის კანონია მოქმედებაში მოყვანილი. ვინც ხმამაღლა იყირებს. წყნარად და მშვიდად თქვა მეცნიერთა კონგრესმა და გაუგზავნა ჯერ მიხეილ სააკაშვილს. მერე ესე იგი ბიძინე ავანიშვილს, ყველა პრემიერ-მინისტრს და უთხრა: "ნუ აკეთებთ ამას, ნუ აკეთებთ ამას, ნუ აკეთებთ ამას." აი ხლა შევლენ, შეტოპავენ რაღაც პროგრამაში. მერე იტყვიან იმის საწინააღმდეგო და მოსახლეობა უკრავს ტაჩს. მე ვამბობ რომ ჩვენ მძიმე მდგომარეობაში ჩაგვაყენეს ხელისუფლებებმა პრაქტიკულად მეცნიერთა კონგრესი აი ამდენი ხანია გითხარით 2004 წლიდან სისტემური ცვლილებების პროექტებს თავაზობს ხელისუფლებას. კი მართალია ეხლა ჩვენ ყველაფერი ეხლა შევკარით ერთად, მაგრამ ყველაფერი რასაც დღეს ვისაუბრებ, უდიდესი ნაწილი 10-15 წლის წინ წარდგენილი აქვს პრეზიდენტებს, წარმოადგენთ პრეზიდენტებთან, პრემიერ-მინისტრებთან პარლამენტებში, რომელთაც პრაქტიკულად არაფერი ცვლა არ მოხდა. ჩვენ ვიწყებთ იმით, რომ ქართული მხოლოდ ქართული გზა, ქვეყნის გადარჩენის სხვა გზა არ არსებობს და ამას კიდევ ერთხელ გავშიფრავთ 21 პუნქტში, რას ნიშნავს ეს ყველაფერი. ჩემ ძალიან დიდი სურვილია, რომ უყუროთ ჩვენ ამ პროგრამებს. აი როგორ გვიწერია მეცნიერთა კონგრესი გთავაზობთ სისტემური ცვლილებების პროგრამას, სიტყვა ხალხსა და ხელისუფლებაზეა. მოგვეხმარეთ ბატონებო იმაში, რომ ბევრმა ნახოს ეს გადაცემა. თქვენს მიყევით ბოლომდე ნახეთ. რა შენიშვნები გაქვთ, რა მოსაზრებები გაქვთ, გამოგვიგზავნეთ. ვიყოთ კავშირში ერთმანეთთან. არავინ ამბობს, რომ ჩვენ ყველაფერი ვიცით. არავინ არ უნდა თქვას, რომ ვინმემ რაღაცა ყველაფერი იტყვის, იცის. ჩვენ უნდა შევავსოთ ერთმანეთი. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით მომავლის საქართველოსთვის. საქართველოში მეცნიერთა კონგრესი ამბობს, რომ არც ის არის სწორი, როცა ვუბავთ ერთის წინააღმდეგ ეს ფაშიზმია, არც ის არის სწორი, რომ გამარჯვებული ასამართლებს დამარცხებულს. არც ერთი არ არის სწორი. ჩვენ სხვანაირი, ამიტომ ვამბობთ, ჩვენ სხვა გზას ვირჩევთ. ეს კიდე ცალკე პროგრამაა, რომელზეც დღეს არ ვსაუბრობთ. ჩვენ მეცნიერთა კონგრესმა შეიმუშავა, სიტყვა ხალხსა და ხელისუფლებაზეა. აი ახლა ზოგიერთ რამეს, რითაც ვიწყებთ ჩვენ, დასაწყისშივე ვამბობთ, თავარს. კონსტიტუციურად ამას ვამბობთ ხელისუფლების გასაგონად და კი ბატონო ჩვენ გიკრათ ტაშს და იყავით ხელისუფლებაში ოღონდ ეს შეასრულეთ. კონსტიტუციურად საქართველოს ხელისუფლება მხოლოდ ის ხელისუფლებაა, რომელიც იცავს ადამიანისათვის ბუნებით მინიჭებულ უფლებებს, სიცოცხლის უფლებას, სიტყვის თავისუფლებას, საკუთრების უფლებას და ბედნიერი ცხოვრებისადმი მისწრაფების უფლებას. ხელისუფლება უნდა იყოს იმის გარანტი, რომ სიცოცხლის უფლებიდან გამომდინარე შეუქცევა და უზრუნველყოს თითოეული ადამიანის საცხოვრისი, საარსებო მინიმუმი, ჯანმრთელობის დაცვისა და განათლების მიღების თანაბარი უფლებები. ეს არის განმარტება ჩვენი, როგორი ხელისუფლება ჭირდება ქვეყანას. ყველას ვეუბნებით, ვისაც ამის გაკეთება შეგიძლიათ, ჩვენ ვართ თქვენი მხარდამჭერი. ოღონდ 2 წლის თავზე უნდა ჩატარდეს ნდობის რეფერენდუმი და უნდა დაგვარწმუნოთ იმაში, რომ ამის გაკეთება შეგიძლიათ. შემდგომ აქვე მინდა ხაზგასმებია გაკეთებული. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია კატეგორიულია. ხელისუფლება, რომელიც ვერ ასრულებს იმასაც უკვე წავიკითხეთ, გამოდის რომ კონსტიტუციაზე მაღლა აყენებს საკუთარ თავს, პრაქტიკულად არ არის ამ ქვეყნის ხელისუფლება და თუ მას ღირსება გააჩნია, ის უნდა გადადგეს. ან თუ ჩვენ ღირსება გაგვაჩნია ხალხს, საერთო სახალხო რეფერენდუმზე გატანილი უნდა იქნას ხელისუფლების ნდობის საკითხი. აი, ლაკონურად არის ყველაფერი. ჩვენ ვეუბნებით, შეასრულეთ ის და იყავით. თუ არ შეგიძლიათ, აი ასე. თუ ამბობთ იმას, რომ ამის გაკეთება შეუძლებელია, იმიტომ რომ რთული პროგრამები გაქვთო, მეცნიერთა კონგრესი გეუბნებათ, აი ეს საზოგადოებრივი პარლამენტი იქნება, სწორედ რომელსაც შეუძლია ამის გაკეთება და მაშინ მიეცით საშუალება. ხალხი დაინახავს ამას ყველაფერს. შემდგომ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოს ცხოვრობს პოლიტიკურ პარტიათა დაპირისპირების ეპოქაში, რომ პარტიათა ბრძოლაში დაიკარგა საქართველო, რომ დიდარი უფრო გამდიდრდა, ღარიბი უფრო გაღარიბდა, რომ ცხოვრობს სიყალბეში, რომ მართვის სისტემა კორუმპირებულია, რომ ხელისუფლების პასუხისმგებლობა ხალხის მიმართ პრაქტიკულად მკვდარია.
ხელისუფლების პასუხი არა მარტო ამ ხელისუფლებაზეა, დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ პრაქტიკულად მკვდარია პასუხისმგებლობა ხალხის მიმართ, რომ დღევანდელმა სისტემამ, პარტიების გაფეტიშებამ, ხელისუფლებისა და პარტიების მიერ მოაზროვნე ადამიანების იგნორირებამ მიგვიყვანა დღევანდელობამდე კრიზისმა კრიტიკულ ზღვარს მიაღწია, ასე ცხოვრება მართლაც აღარ შეიძლება. გადახედეთ კიდე ამ ტექსტს. რა არ მოგწონთ? რა არის არასწორი? ვიკამათოთ, მობრძანდით. სამშაბათს იქნება სრულად ამისი გამეორება კიდე ყველაფერი, როგორც გითხარით ბატონი ჯუმბერისა და ბატონი ვახში ჟვანიასა და მეცნიერთა კონგრესის სხვათა მონაწილეობით. ჩვენ მზად ვართ, რომ მოვისმინოთ თქვენი მოსაზრებები. აქვე ვიდრე გადავდივარ კონკრეტულ პუნქტებზე, საჭიროა გამოვაცხადოთ დიდი სახალხო მოძრაობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებისაგან, ქვეყნისა და ქვეყანაში მოქმედი ბანკებისაგან მოსახლეობის დახსნისა და განთავისუფლების მიზნით. ჩვენ შევარდნაძის დროსაც კი ძალიან ბევრი ვამბობდით, რომ სავალუტო ფონდი არის მარწუხები. სავალუტო ფონდის შემოყვანა ამ დოზით არის კატასტროფა. ყველა ხელისუფლებას ვეუბნებოდით, ეხლა რომ გააქტიურდით და ამდენი ვალები რო აიღეთ, თქვენ კატასტროფულად ძიმე მდგომარეობაში ჩააყენეთ ქვეყანა. ჩვენ დღეს რეალურად ვფიქრობთ, ეს როგორ უნდა იყოს და აქ გვაქვს არ შევალ დეტალებში, მაგრამ ისლანდიის ესე იგი მაგალითი გვაქვს, როდესაც ხალხი გამოვიდა ქუჩაში და თქვა, რომ ჩვენ არ ვიცით ხელისუფლებებმა რა ვალები აიღეს, ამიტომ ჩვენ თქვენს ვალებს არ ვაღიარებთ. გამოვართვით იმ ხელისუფლებებს, ვინც ეს ვალები აიღეს და ჩვენ კი ხალხი ვიღებთ მართლობას ამ ქვეყანაში. აი ეს იყო ისლანდიის მეთოდი და იცით, რომ ისლანდია გახდა პირველი სახელმწიფო სულ 10-12 წლის განმავლობაში. შემდგომ ჩვენ ვითხოვთ გამოვაცხადოთ დასაქმების მასშტაბური პროგრამა. კატეგორიული გავხდეთ ხელისუფლების მიმართ დასაქმების თვალსაზრისით. ხაზგასმით ვამბობთ, ყველა ესე იგი გათვლის მიხედვით ღირსეული ხელფასი იწყება 3000 ლარიდან. 3000 ლარიდან. სადაც კი 3000 ლარზე ნაკლებს იღებენ ადამიანები, ყველანი უღირსად ექცევიან თავიანთ თანამშრომლებს. უღირსად ექცევა მხოლოდ ხალხის მიერ მიღებული ბიუჯეტით ხდება ღირსეული ხელფასის დარიგება მხოლოდ ხელისუფლებაში. ხელისუფლების გარეთ პრაქტიკულად ღირსეული ხელფასი არ არსებობს. აი ეს არის არა მარტო ხელისუფლების უღირსობა, ჩვენი უღირსობაც რომ ჩვენი ვითმენთ იმას, რომ ხელისუფლება ჩვენს მიერ შეკრებილი ბიუჯეტით ღირსეულ ხელფასს იღებს და ჩვენ კი ესე იგი რაღაც წარმოუდგენელი, ყველაზე დაბალი ის რომ გააჩნია პენსიები და ისინი აი ესეთ დონეზე რომ ვართ ხელფასებით მინიმალური და ასე შემდგომ. აი ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პუნქტი. კარიზიარებთ, ნახეთ რა არის თქვენთვის მიუღებელი, გითხარით ამ პუნქტებში. ჩამოვაყალიბოთ კატეგორიული პოზიცია არნახულად მომძლავრებულ ლამის სახელმწიფო პროგრამად გამოცხადებულ სათამაშო ბიზნესთან, კაზინოებთან დაკავშირებით. თქვენ წარმოგიდგენიათ სახელმწიფოებმა, რომელსაც ღირსება გააჩნიათ, ეს ყველაფერი უარყვეს. და ჩვენთან გული მტკივა ძალიან, როცა ერთხელ ბატონი ბიძინა ავანიშვილი გამოვიდა და თქვა, რომ თუ აგზალავ ჩვენ ამ ბიზნესს, ბიუჯეტი ვერ შეივსებაო. რა ქვეყანაა ის, სადაც სათამაშო ბიზნესით? სად ვინ? ის მაინც გააკეთეთ, რომ საქართველოს მოქალაქეს არ კონდეს შესთვის უფლებას, როგორც მაროკოში და სხვაგან არის. თქვენ არ გაქვთ ცივილიზებული სისტემა ამისი, თქვენ ბიუჯეტს სწორედ ქვეყნის გარედან შემოსული ფულით და სათამაშო ბიზნესით აკეთებთ. როცა სათამაშო ბიზნესის მოცულობა ბრუნვა ორჯერ და სამჯერ აღემატება საქართველოს ბიუჯეტს, ამ ქვეყანაში ხელისუფლებამ უნდა თქვას, რომ ჩვენ დავაქციეთ ეს ქვეყანა და უნდა წავიდეთო. თუ არ არის ასე, გითხარით, კი ბატონო, ხალხმაც და ხელისუფლების წარმომადგენლებმაც. ჩვენ კატეგორიული პოზიცია გვაქვს სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით. ჩვენ აქვე ვამბობთ, მოვითხოვთ, რომ იმუნური სისტემის გაძლიერება გამოცხადდეს სახელმწიფო პროგრამად. აიგზავნოს პესტიციდების შემოტანა, ქვეყანა გადავიყვანოთ ორგანულ საკვებ პროდუქტებზე, მოვითხოვოთ, რომ ქვეყანას ჰქონდეს სასწრაფო პროგრამა და მის მთავარ საქმიანად აღიარებული იქნას ქართული სოფელი. რა არის ამაში მიუღებელი და ვინ არის ადამიანი მათ შენეთ ერთი, რომელიც ამის წინააღმდეგ წავა. ჩვენ მეცნიერთა კონგრესს ეკო გაბედულება, რომ ესე კატეგორიული ყოფილიყო. ანუ ხო არის ვიღაც საჭირო, რომელიც უნდა დადგეს წინ და თქვას რაღაც. აი თქვა, რა არ მოგწონთ, გითხარით, თუ მოგწონს გავერთიანდეთ ამ პროგრამების შესრულებაში. დავადასტუროთ ჩვენი მადლიერება ემიგრანტებისადმი.
კატეგორიულად მოვითხოვოთ საემიგრაციო პოლიტიკის შეცვლა. მისი მიზანი უნდა იყოს საქართველოსდან წასული ემიგრანტების ქვეყანაში დაბრუნება, უცხოეთში ლუკმაპური საშინელად წამსვლელთა მინიმუმამდე დაყვანა, საქართველოში მუდმივ საცხოვრებლად უცხოელთა შემოსვლის პრაქტიკულად აკრძალვა. ეს პუნქტი პირველად დაიწერა 2006 წელს, როდესაც ბატონი რეზო ჩხეიძის, ბატონი მერაბ ბერძენიშვილის, ანზორ ერქომაიშვილის, არნოლდ გეგეჭკორის, აი ასეთი საინტერესო ადამიანების მონაწილეობით შეიქმნა ესე იგი პროგრამა ემიგრანტთა ქვეყანაში დაბრუნების და მას ერქვა სახელად მაშინ ემიგრანტთა განწყობა გადაძახილი მომავლის საქართველოსთვის. ვიმეორებ, ჩვენ ამას ეხლა არ ვამბობთ. 2006 წელს გაუგზავნეთ ეს მოთხოვნა და ეს პროგრამული დოკუმენტი, რომელიც ამ წიგნში შეტანილია, გაუგზავნეთ ხელისუფლებას. ეს წიგნი არის ბიბლიოთეკებში ბევრგან, სადაც არა მოდით ჩვენთან შეგიძლიათ წაიკითხოთ, ჩვენ 5 თუ 6000 ცალი ესე იგი კანალიზაცია ჩამოუშვეს იმ ოთახში, რომ ეს წიგნები დაზიანებულიყო და აღარ ვაგრძელებ ამ საუბარს, გასაგებია რატომაც. შემდგომი გამოვხატოთ პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან დაკავშირებით და მოვითხოვოთ და პრაქტიკულად მივიწყებული საკითხის დღის წესრიგში დაბრუნება. ეს არის საკითხი, უმნიშვნელოვანესი საკითხი და არ შეიძლება ჩვენს აფხაზ ძმებთან, ჩვენს ოს ძმებთან პირდაპირი კავშირი არ გქონდეს და ვიღაცა ზურგს უკან ველაპარაკებოდეთ, ეს იქნება რუსეთი თუ სხვა სახელმწიფო. არავინ ამ საკითხს ჩვენ ღირსებით უნდა მოვეკიდოთ ჩვენს ძმებს აფხაზებს, ჩვენს ძმებს ოსებს და ღირსებით როცა ვისაუბრებთ ერთმანეთში, ჩვენ ღირსეულ გადაწყვეტილებას მივიღებთ. დღეს საქართველოში საქართველოა გადასარჩენი. ქართველში ქართველია გადასარჩენი, ოსში ოსია გადასარჩენი, აფხაზში აფხაზია გადასარჩენი. ამას ნელ-ნელა ყველა ვაცნობიერებ ჩვენ და რაც უფრო მეტად გაცნობიერდება ეს, მით უფრო ჩვენ შევძლებთ ერთმანეთისკენ ნაბიჯის გადადგმას და ერთმანეთისკენ გადადგმული ნაბიჯი არავის სასარგებლო არ იქნება, იქნება ჩვენი ხალხების, ქართველების, აფხაზების და ოსების სასარგებლო. გამოვაცხადოთ ქვეყნის ეროვნული სიმდიდრე. საქართველოს მოსახლეობის თანამემამულეების საკუთრებად და მივიღოთ კანონი თანამესაკუთრეობის შესახებ, რომ წყალი რომელიც არის საქართველოში, ყველა ვართ მისი მესაკუთრე, რომ ტყის მესაკუთრე ვართ ყველა, ხესების მესაკუთრე ვართ ყველა, ესე იგი პორტების მესაკუთრე ვართ ყველა, ანუ ის რაც ბუნება მოგცა ჩვენ და ბუნების ჩვენ ეს ადგილი ტერიტორია აი ბუნებამ უფლისგან გვაქვს. ამიტომ რაც უფლისგან გვაქვს და რაც ჩვენ წინაპარს ვინმეს ან ჩვენი გვარის წარმომადგენლებს არ შეუქმნია, ნუ ეპატრონებით იმას. მიწა არის ხალხის, წყალი არის ხალხის, ტყე არის ხალხის, დინარეები არის ხალხის, პორტები არის ხალხის, აეროპორტები არის ხალხის. აქედან ჩვენი ბუნებრივი სიმდედრეები, მარგანეცი, ოქრო, ნახშირი, ყველაფერი რაც მიწაშია, ეს არის ხალხის და აქედან შემოსული მოგება უნდა იყოს ხალხის, ისევე როგორც ევროპაშია. ამას ნიშნავს ეს პუნქტი კიდე 21 პუნქტში ცალკეა შეტანილი. ჩვენ აი ახლა გადავდივართ კონკრეტულ პუნქტებზე, რომლის თაობაზეც მოკლე განმარტებებს გავაკეთებ. ესე იგი იმედის პროგრამა მიზანია სამშობლო, ანუ ეს არის უпроსორად სისტემური ცვლილებების პროგრამა, ესე იგი მიზანია სამშობლო და ადამიანი, სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩართვით საშუალება ამ მიზნის მისაღწევად. როგორია პირველი პუნქტი? უნდა შემუშავდეს ეროვნული დოქტრინა, რომელიც დაფუძნებული იქნება სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, ზნეობის, ტრადიციების, თავისუფლების და დემოკრატიის პრინციპებზე. აბატონებო ეს შემუშავებულია, გაკეთებულია, აი როგორ აქვს მეცნიერთა კონგრესს ყველაფერი მოწესრიგებული. დღეს მარტო უბრალოდ პროგრამებს იმას კი არ წარმოადგენთ პუნქტებს, არამედ ვამბობთ იმას, რომ როგორი ის გვაქვს უკვე როგორც იტყვიან ჩვენში ლიტერატურულად და ქართულად რო ვთქვათ, როგორ გვაქვს წაგდებული საქმე წინ. მეორე პუნქტი. შეიქმნას ხალხის ინტერესების გამოხატული კონსტიტუცია. ის კონსტიტუცია, რომელიც ჩვენ გვაქვს საქართველოში 95 წელს მიღებული კონსტიტუცია, როგორც ამბობენ, ყველაზე უკეთესია, თუმცა იგი იყო მოქალაქეთა კავშირის ინტერესების დამცველი. მერე კონსტიტუციაში ცვლილებები შევიდა და ის გახდა ნაციონალური მოძრაობის ინტერესების დამცველი და მერე შევიდა ცვლილებები და ის გახდა ოცნების ინტერესების დამცველი. საქართველოს არ ჭირდება პარტიის ინტერესების დამცველი კონსტიტუცია, საქართველოს ჭირდება საქართველოს მოსახლეობის ესე იგი ინტერესების დამცველი კონსტიტუცია. საქართველოს ინტერესების დამცველი კონსტიტუცია ჭირდება იმას. მესამე პუნქტი. აღდგეს კანონი
სახელმწიფო ღალატის შესახებ კორუფცია და ნეპოტიზმი გამოცხადდეს სახელმწიფო ღალატად მიღებული იქნას ლუსტრაციის კანონი. მე არ ვიცი ქართველი, ვისაც ქართული სული აქვს, რომელიმე რამეს შეეწინააღმდეგოს აქვს. და თანაც ვიმეორებ, ეს 2004 წლიდან მანამდეც შევარნაძის დროს ვამბობდით ამას ძალიან ბევრი, მაგრამ ეხლა ვლაპარაკობთ, როდესაც შეიქმნა დემოკრატიის ცენტრი, მერე შეიქმნა წინ საქართველო და წინ საქართველოში ძალიან ბევრი პირო, მე არ მინდა გვარები გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი როგორც ჩანს იბრძოდა არა ეროვნული საქმეებისთვის, არამედ იბრძოდნენ იმისთვის, რომ თავი თვითონ ან თავიანთი ოჯახის წევრები მიიყვანათ ხელისუფლებაში. ჩვენ დემოკრატიის ცენტრშიც ერთად ვიყავით ბატონი ირაკლი ბათიაშვილი, ბატონი გია კობახიძე, ანუ დღევანდელი პრემიერ-მინისტრის მამა, ესე იგი უამრავი ადამიანი, ბატონი ნუკრი კანთარია, ესე იგი და ძალიან ბევრი პიროვნება, რომლებიც და ძალიან ცოტანი დავრჩით დღეს და რა გამოდის ჩვენ რისთვის ვიბრძოდით ბატონებო, რატომ მქონდა შექმნილი წინ საქართველო? მე ამ დღეებში გადავხედე წინ საქართველოს შექმნილ დოკუმენტებს, ის შექმნილი დოკუმენტები, რომელსაც ჩვენ ვაწერდით ხელი 7-8 კაცი, ბატონი მალხაზ გულაშვილი და სხვები, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმას, რა კანონებსაც იღებს დღეს სახელმწიფო. მაშინ რა გამოდის? ასე თუ ჩვენი ახლობლები ხელისუფლებაში არიან, მაშინ პრინციპებს მნიშვნელობა არა აქვს? არა. კატეგორიული ვარ. გასაგებია ჩემს მეგობრებზე ვსაუბრობ, მაგრამ ბატონებო, ქვეყანაა გადასარჩენი და არა ჩვენი ოჯახები და ჩვენი მეგობრები და ჩვენი შვილები მარტო. უნდა გადარჩეს ყველა, ან ყველა გადავრჩებით, ან არავინ არ გადარჩება. ვერავინ ვერ გადავრჩებით. აი ეს არის მეცნიერთა კონგრესის პოზიცია. მე ვფიქრობ, რომ ამ პუნქტს ყველანი უჭერთ მხარს. შეიძლება რომ რეფერენდუმის უფლება წავართვით ხალხს. ჩვენ ვამბობთ, რეფერენდუმის უფლება სასწრაფოდ უნდა დაბრუნდეს და ყველა ძირითადი კანონი რეფერენდუმის წესით უნდა იყოს. ხალხი უნდა იღებდეს კანონს, კონსტიტუციასაც და სხვა ყველა მნიშვნელოვან დოკუმენტს ხალხი უნდა იღებდეს. შემდგომი მეხუთე პუნქტი. მიწა, ტყე, წიაღისეული და ყველაფერი, რაც ეროვნული სიმდიდრეა და ქვეყნისთვის სტრატეგიული მნიშვნელობის მატარებელია, უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ იყიდება. ეკუთვნის საქართველოს მოქალაქეებს და ყველანი ვართ ამის მოწილენი. აი აქ წერია კიდევ საქართველოს მოქალაქეებზე არ იყიდება. თქვენ იცით, რომ მიწები რა დღეშია და როგორ არის და როგორი მექანიზმები მოიფიქრეს, რომ ქართული მიწები აღმოჩნდა უცხოელების ხელში. განსაკუთრებით არაბების, განსაკუთრებით ირანელების, განსაკუთრებით ინდოელების, განსაკუთრებით ჩინელების, ბრავშვებით, განსაკუთრებით თურქების, მე პატივისცემ ამ სახელმწიფოებს, მაგრამ ჩვენი მიწა, აბა მომეცით ერთი, მაყიდინეთ იმ ქვეყნებში 1 კვადრატული მეტრი მიწა, რომელიც მე ჩამოვთვალა. ჩვენთან ხო ეს მიწები პრაქტიკულად უამრავი მათეპუდით, რაშვებით. ეხლა რო გამოდიხართ ბევრი და ამაზე ხმაურობთ. კი, მაგრამ ეს როდის დავწერეთ ეს პუნქტი? ძალიან ბევრი რომ მოდით თავიდან მეცნიერთა კონგრესში და მე ხელისუფლებაში რო დაგიძახეთ და იქეთ ხან პარლამენტებში შედით და ბევრ ადგილზე და ეხლა რო გამოგიშვეს იქიდან და ყვირიხართ. არა ბატონებო, მეცნიერთა კონგრესი ფუნდამენტურად ხვალინდელი დღის საზომით მუშაობდა. ნებისმიერ დროს დღესაც რაც გამოგვაქვს, ჩვენ ვლაპარაკობთ, ეს არის ხვალინდელი დღის საზომით. აი ესეთი მნიშვნელოვანი პუნქტი ეს, რაც აქ წერია. მეექვსე შეიქმნა სახელმწიფო კაცების აგრებულო. ეს ეკუთვნის პატრიარქს, ეს პროგრამა, ამ პროგრამას სათავეში უდგას ბატონი ჯუმბერ კოპალიანი, უსიკვდილოდ ამ ზაფხულში უნდა დავასრულოთ ჩვენ. პატრიარქმა გაიხსენეთ 2009 თუ 2010 წელს თავის გადაგებაში თქვა, რომ არის მსოფლიოში არაერთი და ორი სახელმწიფო, რომელთაც აქვთ მიღებული ეს კანონი და მოდით ის ხალხი, რომელსაც 75-80 წელი შეუსრულდათ, თანამდებობები არ უნდათ, მაგრამ იმსახურეს ქვეყანას ემსახურეს და დიდი საერთაშორისო ავტორიტეტი გააჩნიათ, მოდით ამ ხალხის მონაწილეობით შევქმნათ სახელმწიფო კაცების აგრებულო და ყველა მნიშვნელოვანი საკითხი აქ განვიხილოთო. ეს რომ ყოფილიყო შექმნილი, მიწაზე ამ კანონს ვერ მივიღებდით, ასე ვერ გაუხსნიდით კარებს, არ უნდათ ხელისუფლებებს ამის შექმნა, იმიტომ რომ ეს სერიოზულად შემზღუდავი იქნება აი ასეთი ხარალეთ მუშაობისა ხელისუფლებების და ესე აღვირახსნილად მოქმედებისა საკუთარი ხალხისა და ქვეყნის წინააღმდეგ. ჩვენ პრინციპული ვართ ამ საკითხში და მე დარწმუნებული ვარ, რომ ბატონი ჯუმბერი მომართულია ისე რომ ეს საკითხი ბოლომდე მივიდეს და ამას ალბათ ჩვენ სამშაბათს ძალიან სერიოზულად გავიხსენებთ. მეშვიდე პუნქტი, ქვეყანაში დამკვიდრდეს რეალური სამართლიანობა, დაცული ადამიანით, დაცული საკუთრებით, გარანტირებული საარსებო კალათით. საკუთრება უნდა იყოს დაცული, ვის როგორ უნდა ისე გართმევს. უნდა იყოს ადამიანი დაცული. როგორ შეიძლება ასე მოიკიდო, როცა გინდა დაიჭერდა, როცა გინდა გამოუშვე. და უნდა იყოს გარანტირებული საარსებო კალათა
საარსებო კალათა ჩვენ ვიწვევთ ხელით დღეს გამოვაცხადებთ და ვეტყვით მოდით ხელისუფლების წარმომადგენლები და ყველანი და მოდით ავიღოთ როგორია საარსებო კალათა ამერიკაში როგორია გერმანიაში როგორია იტალიაში როგორია სხვაგან ანუ კალორიები ხო უნდა მიიღოს ადამიანმა რა ჩვენთან საარსებო კალათა დღეს რომ არსებობდეს ისეთი როგორიც არის საერთაშორისო ესე იგი ექსპერტების მიერ შედგენილი ანუ ჩვენი ექსპერტების მეცნიერების მიერ შედგენილი ექსპერტებით რომ იყოს საარსებო კალათა ეღირება 5000 ლარი და მეტი ანუ კარგად აკეთებენ ხელისუფლების წარმომადგენლები საარსებო კალათაზე მეტ ხელფას ინიშნავენ მაგრამ სხვას როგორ ეკიდებიან ამიტომ არის თავისუფლება სიმართლეშია ასე უნდა გავაშიშვლოთ და უნდა უთხრათ ყველას კი თქვენ საარსებო კალათა და სამი საარსებო კალათა გაქვთ 15 და 20000 ლარი გაქვთ კი მაგრამ იმ კაცს რომელმაც შექმნა ყველაფერი ეს 80 წლის არის ქუჩაში ზის რატომ იმიტომ რომ ამადლით 320 და 355 ლარს და ნახეთ რაგირს რასაც ექიმი უჭერს ერთმა პიროვნებამ მითხრა რომ კბილის პასტა გამომიწერეს ისეთიო რომ თვეში მჭირდება 3 ცალი და 1 ღირს 21 ლარიო 70 ლარის 63 ლარის კბილის კალთა ის უნდა შეიძინოს და თვითონ ესე მე უბრალოდ უტრირებას კი არ ვაკეთებ გეუბნები დააკვირდით ამას და ისიც რომ ვიყიდო თქვა საშუალება რომლითაც უნდა გამოვიყენო ეს პასტა ის 2 ცალი ხომ მჭირდება ან 1 მაინც ხომ მჭირდება 20-25 ლარი ღირს 80-90 ლარი მარტო კბილს რომ მოუაროს ადამიანმა და თქვენ ამადრით 320 ლარს არ შეიძლება ბატონებო ეს არის უპატივცემულობა კი არა ეს არის სამარცხვინოა ყველა პიროვნება რომელიც პარლამენტში ზის იღებს ამ ხელფას და ამადრის პენსიონერს იმ პენსიას და ამადრის მინიმალურ ხელფას და აი იმ მდგომარეობას რომელშიც ჩვენ ვართ აი ამიტომ არ კატეგორიული ჩვენი პოზიცია ამ სამართლიანობა სხვა რამეა სამართლიანობა არის ის როდესაც პირობები ადამიანური ცხოვრების პირობები ყველას ერთნაირი გვაქვს არის ადამიანური ცხოვრების პირობები ერთნაირი ვისაც ეს გჯერათ უკარით ტაში ხელისუფლებებს დაუკარით ტაში ხელისუფლებაზე მოთხოვეთ რომ გააკეთოს ეს მერვე შეიქმნას ქვეყნის განვითარების პროგრამა ჩვენ მე გითხარით რომ ეხლა ეს უფრო გაშიფრულია ამ დოკუმენტებში მე არ მინდა ეხლა დროში ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვარ მე 5 საათზე სხვა გადაცემა იწყება და ამიტომ პროგრამა ნიშნავს იმას რომ ჩვენ რეალურად ხო გვაქვს რის რა პოტენციალი აქვს ქვეყანას ხო ვიცით არსებული მდგომარეობის ანალიზი ჩვენ გვაქვს პროგრამა როგორ მოიყვანოთ ეს პოტენციალი მოქმედებაში აი ამიტომ ჩვენ ამას რო ვწერთ ეს არ ნიშნავს რომ არ გვაქვს გაკეთებული ჩვენ ყველას ვეუბნებით შევქნათ ყველამ ერთად და ამას ბოლო ნაწილში კიდე ნახავთ როგორ კარგად გვაქვს ჩამოყალიბებული მეცხრე სახალხო განხილვისთვის გამოტანილი იქნას პიროვნებათა პროფესიონალთა პარლამენტის კონცეფცია ეს ყველაფერი ერთხელ გამოვიტანე უკვე მაგრამ დღეს ახლა დეტალებში არ შევდივარ რადგან დრო ძალიან მზღუდავს მაგრამ პიროვნებათა პარლამენტი არაპარტიული პარლამენტი ამ ეტაპზე 4 წლით მაინც პიროვნებათა პარლამენტი კაცების პარლამენტი პროფესიონალთა პარლამენტი რომის შექმნაში მონაწილეობას იღებს ყველა პარტია ვინც დაგვანახებს რომ 300 კაცი ყავს და გამოვიტანსიას ვინ უნდა რომ იყოს პარლამენტში და საბოლოო სიტყვას ამბობს ხალხი უნიკალური კონცეფცია აქვს მაგრამ ჩვენ არ გვაძლევს არც ერთი ტელევიზია საშუალებას რომ გამოვიტანოთ ეს კონცეფციები ამიტომ უნდა მივეხმაროთ ტელევიზია ქართულ ტივის რომ ის გახდეს ყველასთან უნდა ურჩიოთ მეგობრებს მეზობლებს ახლობლებს ოჯახის წევრებს რომ უყურონ ტელევიზია ქართულ ტივის მეათე აიგზავნოს პარტიების დაფინანსება ბიუჯეტიდან ამას განმარტება ჭირდება. აი რომელიმე პარტია ამას ითხოვს. სირცხვილი არ არის ბატონო პარლამენტში შესვლა გინდათ იმიტომ რომ პარლამენტიდან ფული მიიღოთ და ამაზე იცხოვროთ. შეიძლება რომ საქართველოს ბიუჯეტზე ცხოვრობდეს ყველა მეწარმე ქვეყანაში, იმიტომ რომ ბიუჯეტიდან კეთდება ის პროგრამები, ეს ხათაღებული ფულია, ბიუჯეტში შემოდის ვითომ ჩვენი ბიუჯეტია, მე გზა გავყავს რაღაცა ყველაფერი ესენი ნასაცხები ფულით, ამას იგებენ ხელისუფლება, ვინცაა ხელისუფლებაში იმათია ნაცნობი ბიზნესმენები, თვითონ ხელისუფლებაც ამ ფულზე ზის და რა ქნას ამ ბიუჯეტმა. ამიტომ არის რომ 1 ლარი ბიუჯეტის ასრულებს 7-8 თეთრის საქმეს, მაქსიმუმ 10 თეთრის საქმეს. ეს კატასტროფა არ არის? აი ამიტომ ამბობთ ამას, დაფინანსება ბიუჯეტიდან აიგზავნოს. მე-11 რადიკალურად შემცირდეს და დადგინდეს სახელმწიფო მოხელეთა ოპტიმალური რაოდენობა. საქართველოში დღეს 80%
ვინც კი როგორ იღებს ხელფასს როგორც სახელმწიფო მოხელე, ესე იგი აბსოლუტურად საჭირო არ არის 80%, 20%-ია საკმარისი იმ პროგრამის შესასრულებლად, რომელიც გვაქვს. 80% ზედმეტია, მაგრამ ცუდი აქ მარტო ის კი არ არის, ვინმეს ქუჩაში გაგდებაზე კი არ არის. ჩვენ გვაქვს იმის პროგრამა, რომ ეს ადამიანები, რომლებიც აი მათხოვრულად კარიან და ეუბნებიან, რომ ოღონდ წადიდე, ხე ჩვენი პარტია მოვიდა და გადაწადი დაწერე განცხადება და გადაგიყვანა IP-ში. მე ქუთაისის მერი ვიყავი და 160-170 კაცი მუშაობდა. დღეს 4500 კაცი მუშაობს ხალხო. თბილისის მერიაში მუშაობს ამჯერ მეტი ვიდრე ნიუ-იორკის მერიაში. სასაული ეს ყველაფერი რაც ხდება ეს მოსახლეობას ხომ უნდა გავაგებინოთ რა. ხომ უნდა იცოდნენ ეს. მეტი არაფერზე არ არის ლაპარაკი რომ ოპტიმალური რაოდენობა არავინ ერთი კაცი არ დაზიანდება ვინც იქ არის პირიქით ჩვენ გვაქვს პროგრამა რომ ისინი დამოუკიდებლად შევლენ ისეთ ბიზნესში რომლითაც კმაყოფილი იქნებიან და მათი ოჯახები იქნებიან ბედნიერები. მეთერთმეტე ეროვნული ტრადიციების საერთაშორისო გამოცდილების გათვალისწინებით შემუშავდეს კანონმდებლობა სამართლიანი საინფორმაციო სივრცის თაობაზე. ეს ვინცთვისაც ეს ის არის, კი ბატონო, დაანებეთ თავი ყველაფერზე ფიქს. როგორ შეიძლება რომ ტელევიზიას იმის უფლება კონდეს არჩევნების დროს არც გაგაკაროს, არც მიგიწვიოს, არც დაგალაპარაკოს, ერთი რამე არ გადაიღოს. აი ახლა აგერ ჩატარდა ამოდენა პროგრამული რამ, ესე იგი წარმოიდგინეთ რომ სამშაბათ შედგა ეს ჩვენი შეხვედრა თბილისის მერიოში და გამოვიდა ესე იგი პროგრამული დოკუმენტი, როგორც გითხარით, აი აგერ საქართველოს ინტეგრალური რესურსები, უნიკალური შემადგენლობა და ხალხი სასწაულად საინტერესო ადამიანები იყვნენ, ვინც მოვიდნენ. არც ერთი ტელევიზია არ მოვიდა, ხელისუფლების არც ერთი წარმომადგენელი არ მოვიდა, ყველას დაეგზავნა წიგნი, ყველას დაეგზავნა წერილი, თხოვნა, გამოქვეყნდა, მოვიდა ბატონი ნუგზარ რუხაძე, რომელმაც იცის აი საერთაშორისო ჟურნალი იმის მწოდნე მაინც რას ნიშნავს, რომელიც მუშაობდა ამერიკაში და სხვაგან მუშაობდა პრესაში, მოვიდა, ჩვენ ესე მოვიწვიეთ, არა როგორც ჟურნალისტი. და მოვიდა და თქვა, ამის ეს როგორ შეიძლება ეს უნიკალური რამე არის და სამშაბათს ეს შედგა და ხუთშაბათს უკვე ინგლისურ ენოვან გაზეთში გამოქვეყნებულია. შეიძლება ბატონებო რომ ქვეყნის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე აი ფორმულა მოპასუხა ჩვენ არ გვაინტერესებს ქვეყნის ინტეგრალური რესურსები. აინტერესებთ რა ლანძღვა, გინება, რა არის ეგ? ეს არ არის საქართველოს ბატონებო. ამიტომ არის საჭირო ჩვენ კანონმდებლობის მონახაზი გაკეთებული გვაქვს და საზოგადოება შევთავაზებთ ჩვენს პოზიციას ამასთან დაკავშირებით. მე-13 პლურალისტური დემოკრატიის რეალურად დასამკვიდრებლად გადაიდგას სახელისუფლებო მარწუხებისგან ქვეყნის სამეცნიერო, კულტურული, საგანმანათლებლო, სასამართლო და მთელი რიგი სფეროების გასანთავისუფლებლად კონკრეტული ნაბიჯები. მე არ მინდა ეს ძალიან ვრცელი საკითხია, ალბათ ძალიან ბევრ რამეს ჩვენ ცალკეულ გადაცემებს მიუძღვნით. აი მაგალითად, განათლების საბჭოს უნდა ირჩევდეს ქალაქის მოსახლეობა რაიონში. ქუთაისში ქუთაისის მოსახლეობა, თბილისში თბილისის მოსახლეობა. განათლების საბჭო უნდა წყვეტდეს ყველაფერს. არ უნდა ჩვენთან კატეგორიულად ეს სასაცილო ანაქრონიზმია, რომ რომელიმე მერმა დაუძახოს სკოლის დირექტორს, თეატრის დირექტორს, რამე დავალება მიცეს, რაღაც და ასე შემდგომ. ეს წარმოუდგენელია ეს ყველაფერი. აი ჩვენთან კიდე ერთხელ ვიმეორებ, საბავშვო ბაღით მოყოლებული სკოლა, ყველაფერი მიბმულია და ვინ ხელფასს რო იღებენ, ამათ გონიათ რომ ხელისუფლება ასდევს ხელფასს. გარანტირებულადაა ჩაწერილი ნებისმიერი ქვეყნის კანონმდებლობაში, რომ რა უნდა იყოს ხელფასს და როგორ უნდა იყოს და აბა ერთი სახელმწიფო ვერ უზრუნველყოს ეს და აბა სახელმწიფომ რომელიმე ქვეყანაში დაუძახოს თავის რომელიმე გამგებელმა მერმა თეატრის დირექტორს, ინსტიტუტის რექტორს, სკოლის დირექტორს დაუძახოს თავიდან ჩათვალეთ რომ მიიწვიოს თავიდან და თათპირზე რომ მიიწვიოს. ეს ხო წარმოუდგენელია რომ მიიწვიოს, დამთავრებული იმპიჩმენტს გამოუცხადებენ. საქართველოში რა მდგომარეობაა? პირველ ყოფილი წყობილებაა. მე-14 შეიქმნა სამართლებრივი საფუძვლების საბანკო და სხვა სახელმწიფო სისტემების მიერ დაზარალებული პირთა პრობლემების მოსაგვარებლად. უნიკალურად არის ეს ჩამოყალიბებული, სპეციალურად ამას სპეციალური გადაცემა მიეძღვნება ყველა დონეზე
გატარებული გვაქვს ყველაფერი მარტივად ვამბობ არაფერი არ ჭირდება აბსოლუტურად არაფერი დღესაც რომ მოგცეს ნებართვა ხელისუფლებამ და გითხრამ კი ბატონო გააკეთეთ ეს რა არისო ჩვენ ამის გაკეთება დღესაც შეგვიძლია უბრალოდ მარტივი რამეს მოვითხოვთ მხოლოდ ხელისუფლებისგან მეტი არაფერი სირცხვილია რომ ხელისუფლება არაფერს პატიობს როცა ბიუჯეტში ფული ერგება ან ელექტროენერგიის ფული არ გადაიხადა და გამოურთავენ გაზი გამოურთავენ და ამდღელა ფული ერგება მოსახლეობას და არაფერი ჩვენ განვითარებისათვის ვდებთ ამ პროგრამას და ამას ნახავთ როგორი იქნება ეს პროგრამა. აქვე მოდის აუცილებელი რადიკალური საბანკო რეფორმა. ჩვენ გვაქვს ისეთი საბანკო რეფორმის პროექტი, რომ მოსახლეობა ეს მონაგონი გახდება ისაც საქართველოს ბანკი, TBC ბანკი, ეს კიდე რუხაძის და ამათი ბანკები რასაც აკეთებენ, მე რა თქმა უნდა სხვისი რა მე მაქვს აღებული 5300 ლარი ესე იგი სესხი როგორც სადეპუტატოს გარანტიით რომ 560 ლარი რომ იყო იქ იმის გარანტიით და ვაბრუნებ 16000 ლარს წარმოგიდგენია თქვენ რა რომელ საბანკო სისტემაზეა ლაპარაკი ამ საბანკო სისტემას მეწარმე როგორ გაუძლებს ქვეყანაში 2 და 3 მილიარდი აქვს ბანკებს მოგება და წარმოება არ არსებობს რომელსაც მოგება აქვს მოკლეს ბანკებმა მესაკუთრე მოკლეს ბანკებმა წარმოება რო შეიძლება ამის გაკეთება მოკლეს ყველაფერი და თელი ქონება შენობები ამ ჩადებული აქვს და აგერ ერთ-ერთმა პიროვნებამ გადაწყვიტა რომ სესი აიღოს 30000 ლარი და 200000 ლარი ღირს მისი ეზო გარემო და 200000 ლარში 30000 ლარში 20000-ად ჩავდებთო წარმოგიდგენია თუ ესე იგი აი წარმოგიდგენია თქვენ რაებს კადრულობენ მსგავსი თავხედობა როგორითაც ბანკები ექცეოდნენ და ექცევიან საქართველოს მოსახლეობას მსოფლიო მეჭურეპარება რომ იცის ეს უნდა დასრულდეს ეს არის მეცნიერთა კონგრესი მე-16 შეიქმნას მიგრანტთა ღირსეულად დაბრუნების ეფექტური პროგრამა აი აგერ არის ჩვენ ჩავატარეთ ყრილობა იმ ყრილობის შემდგომ იმაზე კი არა რომ მოსულიყვნენ აი აქ არის ყველაფერი ჩამოყალიბებული მიმართვა საქართველოს დიდგორის დღეს მართალ სიტყვაზე გადის და ჩამოყალიბებულია ყველაფერი გარკვეული ჯგუფი ბატონი ასე იგი ნიკოლოზ მებაღიშვილი წავიდა იტალიაში ჩვენი ეს დოკუმენტები გავატანეთ ყველაფერი ესეც რომში ექნება შეხვედრები და სიცალიაში დააბრუნებენ ანუ გრძელდება ჩვენი ეს როგორც იტყვიან ეს ყოველთა ქართველთა საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი და მე დარწმუნებული ვარ რომ ამას დიდი მხარდაჭერა ექნება ჩვენ სპეციალურად გვექნება გადაცემა ემიგრანტთა დაბრუნების ეფექტური პროგრამა ამ დღეებში ჩვენ კიდევ წარმოვადგენთ ემიგრანტებმა ვის მიცეს რეკომენდაცია რომ აი ამ შემადგენლობაში ჩვენ ვლაპარაკობთ საზოგადოებრივი პარლამენტი ალბათ მომდევნო კვირაში ეს გამოქვეყნდება მე-17 შეიქმნას პოლიტიკური და სამართლებრივი წანამძღვრები ობიექტური არჩევნების ჩასატარებლად. სისტემა გვაქვს, ვერავინ ვერაფერს ვერ გააყალბებს. აბსოლუტურად ვერავინ ვერაფერს ვერ გააყალბებს. ისეთი სისტემა არსებობს და ამას აღიარებს ყველა. ოღონდ კიდევ ერთხელ ვიმეორე, ამას ჭირდება პოლიტიკური ნება. თორე ეს არჩევნები გადაიყოლებს საქართველოს. საქართველოს თორე ხელისუფლების გადაყოლება არ არის და წინა არჩევნება და იმის წინა არჩევნება საქართველოს გადაიყოლა. შეცდომა იყო რომ არ შევიდნენ პარლამენტში. ფული ერთსაც მოდის გარედან, ბიზინიავანიშვილი თავის პარტიებს აფინანსებს და ვინ იქცევა? ამათ ფული კარგად აქვთ, მაგრამ იქცევა ქვეყანა. პრაქტიკულად ჩვენ იზოლაციაში მოვხვდით ამ იმ არჩევნების გამო, რომელიც შედგა. მე-18 განხორციელდეს სახელმწიფო აპარატის დეპოლიტიზაცია. სახელმწიფო აპარატში მუშაობ პარტიისებრი არ უნდა იყო. დამთავრდა ეს ყველაფერი უკვე ეს არის ნორმალური სახელმწიფო. ის უნდა ხელშეკრულებით უნდა მოდიოდნენ. ესაა იაპონია, ესაა ამერიკა, ესაა გერმანია და ყველგან. მე-19 ქვეყნის შემდგომი კონსოლიდაციის უზრუნველსაყოფად ჩატარდეს ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესი. თქვენ იცით რომ ეს პროგრამა გვაქვს, დავიწყეთ ჩვენ ფლორენციაში, ქალბატონი ლუარა ნიჟარაძე იყო აქტიური, მე მინდა აი ბატონ ნიკოლოზ შხეიძეს ამას გადაუგზავნი, ის დიდი საბჭო შესაქმნელია და ნუ პასიურობთ ბატონებო, შექმნით ის, რასაც ქვია ემიგრანტთა დაცვის ლიგა, საქართველოში ემიგრანტთა ოჯახების და უცხოეთში ემიგრანტთა დაცვის საერთაშორისო ლიგა უნიკალური რამ არის ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ გითხრა ნოუ-ჰაუ სიახლე მოდის საქართველოსთან გააკეთეთო ბატონო ნიკოლოზ ქალბატონო ლუარა ყველას მოგმართავთ
გააკეთეთ ეს არ შეიძლება ჩვენ არ შეგვიძლია ამის გაკეთება. ამის გაკეთება შეგიძლიათ თქვენ ემიგრანტებს. ვისაც გნებავთ, არ არის აუცილებელი რომ ერთი აზროვნების და ერთი მემართულების ან ხელისუფლების მხარდამჭერი არ ხელისუფლების ოპოზიცია. როგორც ჩვენ საზოგადოებრივ პარლამენტს ვაკეთებთ და ყველა ჯურის ყველა ჯგუფს ეყოლება თავის წარმომადგენელი, ისე უნდა იყოს აქაც. არავით არის პრობლემა ამაში. ჩვენ ლაპარაკობთ ყოველთა ქართველთა კონგრესზე და არა იმაზე რომ რომელიმე პარტიამ გაიმარჯვოს თუ არ გაიმარჯვოს. ეს ჩვენი პრინციპული იყო წინა იმის დროს მეორე იმათ გვეწერა დღეს კიდევ უბრუნდებიან ამ საკითხს და კატეგორიულად ვითხოვთ რიონის ხეობა გამოცხადდეს ეროვნულ ნაკრძალად. ეს არის სიმდიდრე ქვეყნის. დაიბრუნეთ თურქებისგან ყველაფერი რაც მიყიდეთ მათ. და ბატონმა გახარიემ რომელსაც ხელი მოაწერა და მიყიდა თურქებს კაპიკებში ყველაფერი. პასუხი აგეთ. ჩვენ გამოვაცხადებთ ერთ დღეს, როდესაც ბატონ გახარიას მეცნიერთა კონგრესში მოვიწვევთ და ვეთქვით იმას, რომ იმართოს კი არა თავი. ჩვენ დაუდებთ მაგ დოკუმენტს მაგიდან, სადაც თვითონ აქვს ხელი მოწერილი. და ეს იყო ოცნების მარტო გახარიას არა, ოცნებამ გადაწყვიტა ეს ყველაფერი და ამიტომ არის უბედურება ეს. შემდგომი საკითხი ეს არის ეს საარსებო კალათაზე ვისაუბრეთ ჩვენ აქ პუნქტი არასწორადაა და ესე იგი ამიტომ ჩვენ ვლაპარაკობთ 21 პუნქტი აქ არასწორად არის გასწორდება სამშაბათს როცა იქნება ქართული მხოლოდ ქართული გზა ესე იგი რომ ეს არის მნიშვნელოვანი რამ და შეხედეთ რა ვერ მოვასწარით რომ ასე ბანერებად რომ იყოს და აქ წავიკითხავთ რა არის ეგ თქვათ რომ ვიცოდეთ რეალობა რომ ცხოვრობთ ველური საბაზრო პრინციპების ქვეყანაში. ქვეყნის და ხალხის სიმდიდრისადმი დამოკიდებულების გაუაზრებელმა სისტემებმა დაწყებული ნულოვანი აუქციონებით დამთავრებული ნედლეულის ბიზნესით დაანგრია ეკონომიკა, გააჩანაგა სოფელი, ჯართა დაქცია სამუშაო ადგილები, ნედლეული გატანით და მზაპროდუქციის იმპორტით სამუშაო ადგილები შეიქმნა ქვეყნის გარეთ, რამაც გაამდიდრა ერთეულები სახელმწიფო წრეებიდან გააღატაკა მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა, გააძლიერა საქართველოს მოქალაქეების ემიგრაცია და უცხოელთა მიგრაცია, წარმოუდგენელი პრობლემები შეუქმნა ესე იგი სტუდენტ ახალგაზრდობას, ბრძოლა გამოუცხადა ზნეობრივ ავტორიტეტებსა და დააზიანა ქართული სული და ქართული ცნობიერება, რეალურად არც განათლება და არც ქართული საინფორმაციო სივრცე ქართული აღარაა, მსოფლიო სახელგანთქმული ქართული კინოც დავიწყებას მიეცა, ქართული ეკრანი დარე ხარისხის ანტიქართული ცნობიერების ფილმებისა და ლიტერატურას უჭირავს. ასეთ სიტუაციაში ჩვენ საჭიროდ მიგვაჩნია სახელმწიფომ აიღოს პასუხისმგებლობა ქართული ფილმების ჩვენების, თეატრებსა და კინოთეატრებში მოსავლე ახალგაზრდობის დასწრების, სამუშაო ბაღებსა და სკოლის პირველი საფეხურების მოსავლეთათვის ქართული სიმღერის, ცეკვის, ხატვის, მუსიკის სწავლების დასაფინანსებლად. მე ვფიქრობ, რომ დრო არ მასდევს საშუალებას. ხმამაღლა ვამბობ, ტრაბახში ნოთქვით, ჩვენ ქუთაისში ეს გაკეთებული ქონდა. რა უნდა ამას? არაფერი. ამას უნდა პოლიტიკური ნება. შემდგომ მიგვაჩნია რომ საბავშვო ბაღებში, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში მოსავლისა და სტუდენტთა სწავლება უნდა იყოს უფასო. ვიმეორებ. სკოლებში, უმაღლეს სასწავლებლებში, ბაღებში ყველაფერი უნდა იყოს უფასო. სწავლის გადასახადზე უმძიმესი დარტყმა მიაყენა სწავლების ხარისხსაც და ახალგაზრდობის ჯანმრთელობასაც. სტუდენტი უნდა იხდიდეს სრული ღირებულების მხოლოდ 10%-ს, დანარჩენი კი ეტაპობრივად მუშაობის დაწყების შემდგომ, თუ მისი ხელფასი საარსებო კალათის ღირებულებაზე მეტია, ანუ ისე როგორც ეს არის მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ხელისუფლებას პასუხისმგებლობა გააჩნია განათლებისა და მოსწავლე ახალგაზრდობის წინაშე. ჩვენ ვამბობთ რომ ღირებულება სწორად უნდა იყოს დათვლილი. არავით არის შეღებათი. პროფესორ მასწავლებელი სერიოზულ ხელფასს უნდა იღებდეს. და ამიტომ სწავლება იაფი არ შეიძლება, იაფი სწავლება ძვირი უჯდება ქვეყანას. იაფი მასწავლებელი ძვირი უჯდება ქვეყანას. იაფი ლექტორი ძვირი უჯდება ქვეყანას. ჩვენ ვამბობთ იმაზე, რომ ექსპერტებმა უნდა განსაზღვრონ რეალურად რა უნდა ღირდეს სწავლება, მაგრამ სწავლება უნდა იყოს ისე, როგორც დავით გურამიშვილმა გითხრა, სწავლის ძირი მწარი არის კენწოროში გატყილდების. ჩვენთან პირიქით არაფერს არ ასწავლიან და მერე უკვე ხდება კენწოროში ხდება მწარე. უნდა შებრუნდეს ეს ყველაფერი. ჩვენ ვამბობთ იმას, რომ ადამიანი იხდის საერთოდ უფასო უნდა იყოს, მაგრამ თუ გადახდაზე იქნება ლაპარაკი, იხდის მხოლოდ 10%-ს და დანარჩენს რაც დაჯდება,
თქვათ მისი სწავლება 5 წლის განმავლობაში, თუ ჩვენ მივცემთ მას სამუშაო ადგილს, რომელიც საარსებო კალათაზე 20%-ით მეტი იქნება, ის იხდის უკვე მუშაობა რომ დაიწყო იმ ფულიდან, ვიდრე არ დაფარავს იმ თანხას, რომლის სწავლებაც დაჯდა. ნახეთ, როგორი სერიოზული დამოკიდებულება, ხელისუფლება ვალდებული ხარ, რომ დაამთავრებს კაცი. შენ იმდენ ფულს ხარჯავ მის სწავლებაში, რომ დაამთავრებს, რეალურად მას ისეთი სამუშაო თუ არ მიეცი, რომ მაღალი ხელფასი ექნება, ფულს ვეღარ დაგიბრუნებს უკან. აი რეალობა, აი როგორი საინტერესო პროგრამებია მეცნიერთა კონგრესში. იტყვით ახლა თქვენსაც ასე გქონდა ქუთაისში. არავით არის დაანგრიეს ის, რაც იყო. და ლომაიამ თქვა, რომ 20-30 წლის მერე ვერ შევძლებთ ამის გაკეთებასო და ჩვენ შევძელით მაშინ, როდესაც 1 ჰექტარს არ გვეძლებდა საქართველოს ბიუჯეტი. შემდგომ, კონსტიტუციურად უნდა დადასტურდეს, რომ განათლება არის ქვეყნის ნომერი პირველი პრიორიტეტი, სასწრაფოდ მისაღებია განათლების ახალი კანონი, რომელიც უნდა ეყრდნობოდეს ეროვნულ ღირებულებებს და ითვალისწინებდეს მსოფლიო გამოცდილებას. აი, ჩვენი პოზიცია და მასწავლებლის ხელფასი 1 ლარით მეტი უნდა იყოს, ვიდრე გამგებლის, მერის, გუბერნატორის და მინისტრის. თუ გინდათ ქვეყანა, არ შეგიძლიათ ამის გაკეთება, მეცნიერთა კონგრესის მიერ შერჩეულ გუნდს შეუძლია. მიეცით საშუალება იმან გააკეთოს ეს. შემდგომ, ერის ჯანმრთელობის შესახებ მიღებული იქნას ყოველწლიური აუცილებელი დისპანსერიზაცია. უფასო დისპანსერიზაცია. მოხდეს პირველადი ჯანდაცვის რეფორმირება, თანამედროვე საერთაშორისო გამოცდილებით, სრული დაფინანსებით, ჩვენ უნდა შევისწავლოთ ამერიკისა და ევროპის წარმატებული ქვეყნების თეორია, ეგრეთ წოდებული კვების ბანკების შექმნის შესახებ და დამნერგოთ საქართველოს პოტენციალის შესაბამისად. პრინციპულად მიგვაჩნია მსოფლიოს წარმატებული ქვეყნების გამოცდილების დამკვიდრება, რომ ქვეყნის პირველი პირი ყოველწლიურად წარდგება მოსახლეობის წინაშე სპეციალური ეროვნული მოხსენებით, ეგრეთ წოდებული თეთრი წიგნი. ერის ჯანმრთელობის მდგომარეობის თაობაზე, სადაც ერთის მხრივ ხაზგასმული იქნება ადამიანის როგორც ქვეყნის ძირითადი რესურსი, ცოდნა, პროფესიული ჩვევები, გამოცდილება, ინტელექტუალური და ასე შემდგომ და მეორე სხვა პრობლემებიც აქვე გარემო კვების უსაფრთხოება, თამბაქო, ალკოჰოლი და ასე შემდგომ ყველაფერი ესენი. აი ასეთ რამეზეა ლაპარაკი. მოხსენება, რომელზეც პირველი პირი და ვინ უნდა აკეთებდეს ამ მოხსენებას უნდა წერდნენ მეცნიერები და არა ხელისუფლების წარმომადგენლები და ეს უნდა კეთდებოდეს საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით და თუნდაც გამოცდილი პირველ ეტაპზე უცხოელი ექსპერტების მონაწილეობით. აი როგორი პროგრამები აქვს მეცნიერთა კონგრესს, რა აქვს შესწავლილი და რაზე დაყრდნობით ლაპარაკობს ასე გაბედულად. ეროვნული ეკონომიკის დაცვა, კონკურენტული გარემო იქნება იმის გარანტი, რომ მეწარმეს არ დასჭირდება ხელისუფლების კეთილგანწყობის ყიდვა. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდგომ მეწარმე იძულებულია იყიდოს ხელისუფლების კეთილგანწყობა და ეს იაფი არღებს და ამაზე მდიდრდებიან ხელისუფლებები. ჩვენ ამას ვებრძვით. და ჩვენ გვჭირდება ისეთ სისტემა, როცა მეწარმეს არ ჭირდება ხელისუფლების კეთილგანწყობის ყიდვა. შემოღებული იქნება სამეწარმეო დაცვის ის სისტემა, რომელიც დღეს წარმატებულად მოქმედებს თუნდაც ბალტიისპირეთის ქვეყნებში. სამამულო ბაზრის დაცვის მიზნით შეიცვლება საბაჟო საგადასახადო სისტემა, ის რაც ქვეყანაში ჭარბად გვაქვს, რაც ჭარბად გვაქვს ქვეყანაში და ვინმეს გააქვს გარეთ, ნულოვანი უნდა იყოს საბაჟო გადასახადი, რაც დეფიციტი გვაქვს ქვეყანაში და ვინმეს გააქვს, კი არა აგზალოთ, მაგრამ გადასახადი უნდა იყოს საბაჟო დიდი, რაც ქვეყანაში არ გაგვაქვს და ვინმე შემოაქვს გარედან, საბაჟო გადასახადი უნდა იყოს 0, რაც ქვეყანაში ბევრი გვაქვს და ვინმე შემოაქვს გარედან, უნდა იყოს გადასახადი ესე იგი უდიდესი. თუ გინდა დავიცვათ ჩვენი ეკონომიკა, აქ ძალიან ბევრი სხვა პუნქტია კიდე, ჩვენ ამის თაობაზე საკრედიტო სისტემა, DGG უნდა გაუქმდეს, ბევრი რამ, აქ წერია ყველაფერი, ჩვენ ამას სამშაბათს კიდევ უფრო რაღაც დროში შევიზღუდე, ესე იგი ქვეყანაში არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, უდიდეს შეცდომად ვთვლით, რომ დღემდე არ არის შემუშავებული ეროვნული დოქტრინა, სამხედრო დოქტრინა, საზღვაო უზრუნველყოფის დოქტრინა და ასე შემდგომ და ერთი მნიშვნელოვანი რამ, არ შეიძლება მეწარმეს იმდენს ვახტევინებდეთ ელექტროენერგიაში, წყალსა და გაზში, როგორადაც ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ კლავთ რეალურ მეწარმეს და მუშაობთ მხოლოდ ბანკებზე. ჩვენ უნდა გადავიდეთ რეალურ სამეწარმეო სექტორის გაძლიერებაზე და ამას ყავს ძალიან კარგი პროფესიონალები ქვეყანაში და ბევრი ჩვენი მეგობარი ქვეყნის გარეთ და მოგვეხმარებიან იმაში, რომ შეიძლება მალე მოხდეს ეს გადასვლა. შემდგომი
მიგვაჩნია რომ მეცნიერების მიერ წარსულისა და რეალობის სოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით უნდა დავიწყოთ ამ სასიცხოდო მნიშვნელოვან პროგრამებზე მუშაობა, დავიწყოთ საერთო სახალხო მოძრაობა საქართველოს ნასოფლარის გარეშე. ეს იქნება დიდი ეროვნული სახელმწიფოებრივი პროგრამა, თუ რა უნდა დავკარგოთ, საცრაფოდ უნდა გავეზიაროთ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხი და სოფლიოში შექმნილი ახალ რეალობად გათვალისწინებით, მეცნიერების მოსაზრებები უნდა მოისმინოს საქართველოს პარლამენტის დახურულ სხდომამ, აუცილებლად პირდაპირი დიალოგის გამართვა ჩვენ აფხაზ და ოზს მებთან კიდევ უფრო მნიშვნელოვანია საკითხი, რომელიც ობიექტურს გახდის როგორც ექსპერტულ საქმიანობას, ასევე შეფასების სისტემას და გააძლიერებს მეცნიერების როლს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით. დააკვირდით საქართველოს უნივერსიტეტების ის სამეცნიერო დანაყოფებს, რომელთაც აქვს დოქტორის ხარისხის მინიჭების უფლება, საქართველოს კანონმდებლობით მიენიჭოთ დამოუკიდებელი ექსპერტის ფუნქცია. აი ბატონებო, რაზე აქვს ნაფიქრალი მეცნიერთა კონგრესი? აი რა სერიოზულ საკითხებზე მუშაობთ ჩვენ და როგორ შეიძლება რომ ადამიანებმა ეს ყველაფერი ეხლა შემდგომ ჩვენი რამდენიმე მიმართვა არის. ადგილობრივი არჩევნები მოდის, ჩვენ ვეუბნებით მოსახლეობას, მეცნიერთა კონგრესს მიმართავ საქართველოს მოსახლეობას. არჩევნებზე ხმა მიეცით მხოლოდ იმ პოლიტიკურ ძალებს, რომლებიც აღიარებენ ქვეყანაში სისტემური ცვლილებებს და არჩევნებიდან 2 წლის თავზე ხელისუფლებისადმი ნდობის რეფერენდუმის ჩატარების აუცილებლობას. ყველაფერი წარმოგიდგინეთ, ყველაფერი გითხარით. აი ამას თუ არ ასრულებს, ხმას ნუაძლევთ. თუ გაყიდული არ ხართ და თუ ქვეყანას არ ებრძვით. მეცნიერთა კონგრესი თხოვნით მიმართავს თანამემამულეებს შემოგვიერთდნენ აქ წარმოდგენილი პროგრამის თაობაზე დისკუსიის დაწყებაში, საინფორმაციო საშუალებებში და პარლამენტში, ხელისუფლების უმაღლეს ეშელონებში მეცნიერთა პროგრამების განხილვის მოთხოვნით. მოითხოვეთ ბატონებო ეს. მე ხوار გეუბნებით რომ ჩვენ რაც თქვით ეს არის და სხვას არაფერი განვიხილოთ, ხო არაფერს არ ვითხოვთ, ყველაფერს იხილავთ თქვენ იქ. რაღაც კანონები მიიღეს ამ ბოლო პერიოდში შეიძლება ნებისმიერი ადამიანი დაიჭირო. არ შეიძლება ახსენო რომ თქვათ ვიღაცა არის ოლიგარქი და ამის გამო ვიჭერთ. და გეუბნებით რომ კანონებია აგერ მიღებული ქვეყანა გამოვა მდგომარეობიდან ამას არ იხილავთ. რა არის ეგ? საკუთარ თავს იცავთ და ქვეყანას ებრძვით. შემდგომ პირველ ეტაპზე უმნიშვნელოვანესად მივიჩნევთ 7 დოკუმენტის განხილვას. პირველი ეროვნული თანხმობის პარლამენტის კონცეფცია, მეორე ეროვნული სახელმწიფოებრივი დოქტრინა, მესამე სისტემური ცვლილებების 25-ფუთიანი პროგრამა, მიზანია სამშობლო და ადამიანის სხვა ყველაფერი ხელისუფლების ჩართვის საშუალება ამიზნის მისაღწევად, მეოთხე სახელმწიფო კაცების საკერებლო შექმნის კონცეფცია, იდეა ეკუთვნის საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, მეხუთე მართალი ტელევიზიის კონცეფცია, მეექვსე პროგრამული კონცეფციის ხალხი მოძრაობს ხელისუფლებას, მეშვიდე ყოველთა ქართველთა, საქართველოს შვილთა და საქართველოს მეგობართა მსოფლიო კონგრესის მოწვევის კონცეფციის. აი ბატონებო, რას ვითხოვთ? ყველაფერი ჩამოყალიბებული გვაქვს. ამას ქვია იმედის პროგრამა. აი ამ 7 საკითხს, იმ 60-80 პრაქტიკულ საკითხთან ერთად ქვია იმედის პროგრამა. შემდგომი მეორე ეტაპზე შესაძლებელია პარალელურ რეჟიმში უკვე შემუშავებული 60-მდე ლოკალური პროექტების განხილვა, რომელთაც მოქმედებაში მოყვანით შესაძლებელი იქნება მოტივირებული გავხადოთ საქართველოს მოსახლეობის მინიმუმ 95%. ამის თაობაზე ვისაუბრე და დააკვირდით მესამე ეტაპს. მესამე ეტაპზე მიზანშეწონილია არაუგვიანეს ამ შემდგომისა დიდი საერთაშორისო კონფერენციის ჩატარება სახელწოდებით მომავლის საქართველო. რეალურად უნდა იყოს ქვეყნის პოტენციალის რეალურად ეს უნდა იყოს ქვეყნის პოტენციალის, ანუ ინტეგრირებული რესურსების ამოქმედების კონკრეტული პროგრამა, რომელმაც უნდა შეკრას ქვეყნის როგორც ბუნებრივი, ასე ადამიანური, ინტელექტუალური და გეოგრაფიული პოტენციალი, რომელმაც დაპირისპირებიდან უნდა გამოიყენოს გადაგვიყვანოს თანამშრომლობის რეჟიმში. ეს იქნება სიკეთით გამარჯვების პროგრამა ქვეყნის დაბრუნება ბუნებრივი განვითარების რეჟიმში, გზა ბედნიერების სავსე ქვეყნისკენ. აი რას ვითხოვთ ჩვენ? ჩვენ ვამბობთ რომ თანხმდებით შეკრებაზე, ეს შეიძლება იყოს 2-3 დღიანი პირდაპირ სატელევიზიო გადაცემით, ხელისუფლებას გამოაქვს მისი ხედვა, როგორ ხედავს ის მომავლის საქართველოს, გამოაქვს მეცნიერებათა აკადემიას,
თუ მეცნიერთა გარკვეულ ჯგუფებს კიდე აქვს შემოშევებული მეცნიერთა კონგრესი მზად არის გამოიტანოს იმდენივე ისეთი 1 საათიანი მოხსენება თუ რამდენის გადაწყვეტა თითოეულს ხელისუფლებას მეცნიერებათა აკადემიას ნუ თქვა კიდე თუ ვინმეს ექნება ამის სურვილი მეცნიერთა კონგრესს ყველა პოლიტიკურ პარტიას ყველა ჯგუფს უნდა კონდეს საშუალება ხალხმა უნდა მოისმინოს ეს პროგრამები და მე უნდა შევკრათ და უნდა ვთქვათ აი ხო მოვისმინეთ ყველაფერი ეხლა დამოუკიდებელი არაპარტიული ჯგუფები დამოუკიდებელი ექსპერტები დავსვათ თუნდაც უცხოელები მოვიწვიოთ და ყველამ ხო გვითხრა საინტერესო რამეები ამ ეს შევკრათ და ჩამოვაყალიბოთ ერთი პროგრამა ანუ გაგვაერთიანოს ჩვენ საქართველოს ინტეგრალური რესურსების მოქმედებაში მოყვანა აი ამიტომ ვაკეთებ ჩვენ ამ შეხვედრას აი სწორედ ესე იგი იმის შემდგომ რასაც ქვია საქართველოს ინტეგრალური რესურსები ჩვენ ყველა პარტიას პოლიტიკოს და პოლიტიკურ ძალას ვეუბნებით გავერთიანდეთ არაპოლიტიკურად არამედ გაგვაერთიანოს საქართველოს ინტეგრალური რესურსების მოქმედებაში მოყვანისათვის ბრძოლამ ამიტომ გვინდა ჩვენ ის დიდი კონფერენცია რომლის თაობაზეც აი აგერ წინა იმაში მოგახსენეთ აი აქ მესამე ეტაპზე ყველაფერი ბატონებო ძალიან კარგად არის ჩამოქნილი, ჩამოყალიბებული. ეს არის მეცნიერთა ძალიან სერიოზული მუშაობის შედეგი. მადლობა ყველა მეცნიერს, ვინც მონაწილეობა მიიღო. მადლობა ყველას, ვინც ეხმარებოდა მეცნიერებს ერთი თეთრით, ორი თეთრით, თუნდაც თავისი შემოძახილით. მადლობა ყველას, ესე იგი მეცნიერთა ოჯახებს, რომ აიტანეთ თქვენის, რომ ზოგჯერ პური არ ქონდა თქვენ სახში და მეცნიერები ჩვენთან შეხვედრებზე ისხდნენ და მე მომისმენია ბევრი საუბარი რა დროს მეცნიერული პროგრამა ოჯახიდან ურეკავენ პური არ აქვს სახში ასე მომისმენია ზოგიერთ მეცნიერისთვის დაურეკავთ მეცნიერები ფიქრობენ მომავლის საქართველოზე პოლიტიკოსები ფიქრობენ არჩევნებზე და სკამზე ჩვენ გვჭირდება მეცნიერული ხედვა ჩვენ გვჭირდება ის რაც დაკავშირებულია იმასთან რომ ესე იგი როგორმე გამოვიდეს ქვეყანა და ბედნიერებით სავსე ქვეყანაში ვიცხოვროთ აი ამას ასე მთავრდება ჩვენი პროგრამა მეცნიერთა კონგრესის პროგრამა ეს არის სიკეთით გამარჯვების პროგრამა ქვეყნის დაბრუნება ბუნებრივი განვითარების რეჟიმში ხელოვნური ეს რეჟიმი რომელთაც მივდივართ გზა ბედნიერებით სავსე ქვეყნისკენ შევეცადე რომ ამ 1 საათის განმავლობაში ცოტა გადაჭარბდა წარმომედგინა ხედვა რომელიც უნდა განხილვისაგნად ვაქციოთ ყველას მონაწილეობით დიდი მადლობა ყველას ვინც იყავით ჩვენთან დიდი მადლობა ვინც გააზიარებთ დიდი მადლობა ვინც ურჩევთ სხვას რომ ნახოს დიდი მადლობა ვინც ეუბნებით ყველას რომ ტელევიზია ქართულ ტივს იყუროს დიდი მადლობა ყველა ვინც ეხმარებით ტელევიზია ქართულ ტივს ჩვენ სექტემბრისთვის უნდა შევქმნათ ყველამ ერთად ისეთი ტელევიზია რომელიც ყველა ოჯახში შევა ყველას ექნება მოისმინოს ეს იქნება ქართული სულის სახელმწიფოებრივად მომართული არა რომელიმე პოლიტიკური ძალის რომელიმე პოლიტიკური გუნდის ან სასარგებლო თან სიწენააღმდეგოდ მომართული ეს იქნება ხალხის მსახური მეცნიერთა კონგრესი დგას ხალხთან მეცნიერთა კონგრესი თulis რომ ქვეყანას ჭირდება ერთი ტელევიზია რომელიც მეცნიერთა კონგრესის პროგრამებს მიიტანს ხალხამდე შევერთეთ ამ ერთობაში და ჩვენ გავიმარჯვებთ და ამ უნიკალურ პროგრამას საქართველოს ინტეგრალური რესურსები აი ამისთვის ბრძოლა გაგვაერთიანებს ნახეთ ორშაბათს სამშაბათს ოთხშაბათს ყველაფერი ეს იქნება მოქმედებაში დიდი მადლობა თუ ყველაფერი ვერ თქვი ისე როგორც საჭირო იყო შევეცდები რომ სამშაბათს დავაზუსტო სიკეთით ვიყოთ გავიმარჯვოთ გამავიმარჯვებთ ჩვენ და ბედნიერებით სავსე ქვეყანაში ვიცხოვრებთ თუ ყველას გვექნება სოციალური პასუხისგებლობა და ყველა პოლიტიკოს ექნება პოლიტიკური პასუხისგებლობა